კომპიუტერები თავიდან ახალი შემოსული რო იყო, ერთ სუდ კაცზე წერდი განცხადებას, ბრძანებას მის დასჯისას. ესე იგი, ჯერ ვერაფრით ვერ ამბობჭდე კომპიუტერზე. მთელი დღე ვიწვალე და ბოლოს კომპიუტერმა გეფიცებით, აი სრულიად გეუბნებით ცხად ამბავს, ამის თანამხილველი მყავს თვითონ ის ვინც ამას ბეჭდა და ბოლოს კომპიუტერმა ამომიგდო, რომ მე მაგ ბრძანებას არ შევასრულებო. აი, ესე იგი, ამანაც დაიცვა ეს, რა ქვია, უზნეო ადამიანი, რომელზედაც მითოდა ბრძანება დამეწერა. მე ვინ მომცა მაგის უფლება? უფლის კაცი განვიკითხო. უბრალოდ სხვა კითხვა მაქვს. მართლა მაინტერესებს რელიგიას, ფანატიზმსა და სიდებილეს შორის ზღვარი სად გადის და თუ ვინმე მიცით იქნებ დამეხმაროთ. რწმენა, ფანატიზმი და სიდებილე, აი ზღვარი სად არის, ეგ მაინტერესებს. აბაყო ჩაღიყავი. ქალბატონო თამარ, მინდა მოგმართოთ თქვენს და კიდე თქვენნაირად მოაზროვნე ქალბატონებს და ვაჟბატონებს. საერთოდ არ არის ჩემი მიზანი, რომ ვინმეს ეკლესია ვალანძღინო. პირიქით, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ეკლესიასთან და თვით ქრისტესთან ჩემი გადმოსახედიდან არაფერი საერთო არ აქვს. გამიგეთ? და ჩემის აზრით იმ ორგანიზაციას, სადაც ეს ადამიანი ირიცხება, წმინდა სინოდი არ უნდა ერქვას. ან თუ ქვია წმინდა სინოდი, ესეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ იქ. რაც შეეხება იმ კომენტარებს, რომ იქო ამბობ, რომ მე ვინ მომცა უფლება უფლის ადამიანი განვიკითხო და მაინც განიკითხაო, მაგას პატივცემულო იუმორის ერთ-ერთი მიმდევრობა ქვია, აბა თუ იცი რა ქვია, ეგ დაგმიწერე კომენტარებში. არ განიკითხო და არ განიკითხების რაც შეეხება, გინდა განკითხვა და არ ქვია მას. გინდა მხილება, მაგრამ დღევანდელი ეკლესიისთვის ერთი დავით აღმაშენებელი ალალია ჩემი აზრით. აი, გარეთ რო გამოათრია, თხებივით რო დაპარსა და ქუსლები რო დააჭრა. აბა ეხლა დაფიქრდი რამდენი იმსახურებს ეგეთ რამეს. კიდე ერთხელ შეხედე ეხლა მაგ ადამიანს და მითხარი, რა საერთო აქვს მაგას ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან. წავედი მე ყოჩაღად ეყავ ჩაი მიცივდება. გათიშე დაიბატონე კი არა. გამოაშტერე, ტვინი გამოურეცხე და იგულავე, ეს უფრო სწორია. წავედი ახლა მე ჩემი ბარანკა უნდა ვატრიალო. ისეც ნობისათვის თქვენ ნახევარია უკვე ბარანკას აღარ ვატრიალებ და თუ გონია რომ ამით შეურაცხყოფას მაყენებ ძალიან ცდები.